არსებობს თუ არა ბედის წერა, განსაკუთრებით პარტნიორ ურთიერთობებში შემოდის ხოლმე შეკითხვა, ჩემი ბედია თუ არა და საერთოდ რა არის ეს ბედის წერა და ეს ბედი და რა ხდება, რეალურია, არ არის რეალური, რა სიტუაცია. დავიწყებ ჯერ იმით, რომ ბედი როგორც ესეთი, მე ჩემი პირადი სუბიექტური შეხედულებით და პრაქტიკიდან რასაც უყურებ, ეს ბედის გაგება და ის რომ თუნდაც პარტნიორ ურთიერთობაში 100% ერთად იქნებით, არც მართებულად მიმაჩნია და არც რეალურადაც არ არის რა ეს. არის სიტუაციები ცხოვრებაში, მოცემულობები, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს კონტროლს იქით არის და ესე ვთქვათ, განსაზღვრულია, რომ ჩვენს ცხოვრებაში ესე უნდა მოხდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში 100% და ესე დომინოს პრინციპით არის განლაგებული და დალაგებული და სადღაც წიგნში წერია, რომ ეს და ეს პიროვნება ნიკა და ანი სამუდამოდ ერთად იქნებიან, როცა შეხვდებიან 25 წლის ასაკში. ესეთი არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრებაში გვეძლევა სხვადასხვა ვარიანტები, ალტერნატივები, ჩვენ არჩევანის შესაძლებლობა გვაქვს. და გავიწყდებათ ეს თითქოს და ბედზე რომ მიდგება საქმე, ან ჩემი ბედია თუ არა, ან ასეთი ბედის წერა მერგო, ამით პასუხისმგებლობას ვიხსნით და ვაძლევთ ვიღაცა სხვას, რა ვიცი, სამყაროს, ღმერთს, შემოქმედს, ამ დროს ჩვენ პასუხისმგებლობა საერთოდ სად არის? არ არის, ნულია. ბედის წერა ესე ძალიან ცუდად უნდა ვთქვა, მაგრამ ვისაც მოხდება, მოხდეს. ბედის წერის განსაკუთრებით ეს სჯერათ იმათ, ვისაც არ სურს პასუხისმგებლობა იყოს თავის ცხოვრებაზე, თავის პირად ბედნიერებაზე. პასუხისმგებლობაა ისიც, რომ ვიყო ბედნიერი და შევქნა ბედნიერი ცხოვრება. და გავიწყდებათ ეს, გამოდით აი ბავშვი როლიდან, რომ ვიღაცამ იქ დამიწერა მე ეს სიტუაცია და უეჭველი ესე იქნება. მე რაც არ უნდა გავაკეთო, არაფერს ვერ შევცვლი. ესე არ არის, ეს ამოიგდეთ ეს პოსტულატი თავიდან, რომ გინდა თუ არა 100% ერთად ვარ და რომ მოდიხართ თუნდაც გაშლებზეთ ჩემთან და მეუბნევთ, რომ ეს ბედია თუ არა და სამუდამოდ ერთად ვიქნებ თუ არა, დაივიწყეთ ეს შეკითხვა, პროსტად დაივიწყეთ, ძალიან დიდი სისულელეა, ძალიან დიდ აბსურდში შეგიყვანთ. შესაძლებელია ვნახოთ ვარიანტები, ტაროხო საერთოდ 6 თვე 1 წლის პროგნოზე იშლება რეალურად და ამ 6 თვის განმავლობაში, თუნდაც 1 წლის განმავლობაში რა ენერგიებში იქნებით და ასე შემდეგ, როგორი თანხwebdriver იქნება, კი ბატონო, მაგის გაგება შეგვიძლია, მაგრამ ბედს რაც შეეხება იქნებდა თქვენ აცნობიერებთ და ხდებით ისეთი, რა ვიცი რა, დაამუშავოთ თქვენ თავი ფსიქოლოგიურად, ენერგეტიკულად, რომ აღარ შეცვალოთ თქვენი ცხოვრების წესი, თქვენი პატერნები, თქვენი შაბლონები და გამოხვიდეთ იქნება, ამოვარდეთ ამ სიტუაციიდან. რატო გინდათ რომ დარჩეთ ისევე ამ ბედის წერის ცნებაში და რატო გინდათ რომ ამას ჩაებღაუჭოთ გინდათ თუ არა, ჩვენ ვიღაცამ სადღაც მითხრა რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და მე ამის გამო ხელს ვერ გავუშვებ ამ ადამიანს და თუნდაც იყოს ცუდი, თუნდაც იყოს ტოქსიკური, ლოთი, ნარკომანი, არ ვიცი, 1000 უბედურება, მოძალადე, მე მაინც იქ ვარ. მაინც მზად ვარ, რომ შევწირო მას მთელი ჩემი ახალგაზრდობა, მთელი ჩემი რესურსი, ენერგია, ძალა და რისთვის? რისთვის? ერთი ეს გახსოვთ, რომ ცვლილება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არის მოვლენები თქო, წეგანაც დასაწყისში თქვი, რომელსაც ვერ შეცვლით და ეს უბრალოდ არის აქ უფრო სიკვდილის სიცოცხლის საკითხები დგას ხოლმე, ძირითადად პრობლემური განსაკუთრებით აქ ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებას. არის ენერგიები, რაღაცები, რაცაც რა თქმა უნდა, ეხლა კარმული მერე ცხოვრების განმავლობაში ვაგროვებთ რაღაცა ენერგიებს, კარგს, ცუდს და ამის მიხედვით, ესე ვთქვათ, ბუმერანგი გვიბრუნდება. ეს სხვა თემაა, მაგრამ ეხლა ეს რომ ჩვენ გინდა თუ არა მე და ნიკა, ანიკა და ანი ერთად ვიქნებით თუ არა და ჩვენ ბედი ვარ თუ არა, ესე არ არის. შეიძლება შენ გინდა იმ წუთას ძალიან გინდა რომ ერთად იყოთ და გითხრას ტაროლოგმაც და არ ვიცი ექსტრასენსმაც თუ ისე კი ერთად იქნებით, მაგრამ ისეთი საშინელი სიტუაციაში ჩავარდე, გინდა ესეთი ბედი, მზად ხარ მე ატარო ესეთი ცუდი ტვირთი, რატომ? თქვი და აიღე პასუხისმგებლობა, რომ ნახოთ, ვცდი ურთიერთობას, თუნდაც ესე მიუდექით ხალხო, ვცდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ბედია. უეჭველი ესე იქნება, ყველაფერს ჭირდება მუშაობა, ყველანაირ ურთიერთობას, ყველანაირ ცხოვრების ეტაპს, საქმეს, სამსახურს, ნახეთ, ტაროში არის ესეთი მომენტი და ტაროში კი არა, ზოგადად ცხოვრებაში არსებობს გარკვეული ენერგიები. მაგალითად აგერ ავიღოთ ტაროზე, ხა იმპერატორი ამოვიდა უბრალოდ ზემოდან იდო, მეოთხე ენერგია.
დაუშვათ მაგალითად ეს იმპერატორის ენერგიიდან გამომდინარე, თუნდაც ეს ამოვიდა რავი პროფესიაში, კარიერაში, სამსახურში, ანუ თქვენ გიზით მეოთხე ენერგია სამსახურის სიტუაციებში და კარიერაში. ეს შეიძლება იყოს კი ბატონო ძალაუფლება, ლიდერობა, საჯარო სამსახური, გავლენის სფეროები, რა ვიცი, მებრძოლი, მეომარი, ძლიერი, ცოტა ვერძული ხასიათებით აქ იმპერატორს, ანუ ესეთი სტაბილურობისკენ წოლი ტიპაჟი შეიძლება იყოს შესაძლებელია რაღაც თავისი კერძოს ბიზნესიც ააშენოს, საქმიანობაც ჰქონდეს, ჩამოაყალიბოს და მართოს ის სიტუაცია, იმიტომ რომ მართველი ტიპია ჩვენი იმპერატორი. ანუ რას ვიძახი, რატომ მოვიყვანი მაგალითად, ნახეთ რამდენი ჩამოთვალე, სად შეიძლება იმუშაოს და სად შეიძლება იპოვოს შენი თავი. ანუ არჩევანი თუნდაც ის რომ კი ეს ენერგია რაღაც არსებობს და არის, მაგრამ ამ ენერგიაშიც მაქვს მე არჩევანის შესაძლებლობა, თუნდაც ამ მაგალითზე რომ ავიღოთ, ანუ მე შეიძლება საჯარო სამსახურში ვიმუშაო, შეიძლება სტრუქტურაში ვიმუშაო, სისტემაში ვიმუშაო, შეიძლება ჩემი კერძო საქმიანობა შევქმნი და იქ ავაშენო სიტუაცია. ხო მიხვდით? არ არის ის რომ всё, შენი იმპერატორი ამგივდა წახვალ და უეჭველი ჯარისკაცი გახდები, ან უეჭველი პოლიციელი გახდები, ან მარტო ბიზნესს ააშენებ. ესე არ არის. იქაც კი გვაქვს შესაძლებლობა არჩევანის, ეს არ დაგავიწყდეთ და გაითვალისწინეთ და მით უმეტეს ახლა სასიყვარლო ურთიერთობებს რო ეხება და ორი ადამიანი რო შემოდის და ორი ენერგია რო შემოდის და აქ რო ურთიერთშეწმა ხდება და გადაკვეთა და ასე შემდეგ, ну, მან უფრო მეტი პრობლემაა ახლა. არსებობს ურთიერთობებში არსებობს ასტროლოგიურად მიუდგეთ, გინდ ტაროს კუთხით მიუდგეთ, თუ მატრიცის მიხედვით მიუდგეთ. ну, არის ხო დაზიანებული კვანძები, სადაც შეიძლება იყოს წინააღმდეგობა, ოპოზიცია, კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ თუ წყვილი იმუშავებს თავის თავზე ურთიერთობაზე, შეიძლება შეიცვალოს და ეს რაც მოცემულია, რომ აი თქვენ მთელი ცხოვრება უნდა იყოთ კონფლიქტში და კამათში, შეიძლება აღარ იყოთ და რაღაცა გაცნობიერებებით, სულიერ პრაქტიკებით ჩახსნათ ეს ნეგატიური სიტუაცია, ანუ რისი თქმა უნდა, რომ ბედი შეიძლება შეიცვალოს, ანუ ბედი ბრჭყალებში უტყვი ისევ და ისევ ამ ბედს. ცხოვრების სცენარი უფრო სწორი იქნებოდა, შესაძლებელია შეიცვალოს და დაკორექტირდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ახლა გარკვეული სივრცითი ვარიანტთა სივრცე არსებობს, ხო, ახლა აი წეგანაც მაგალითზე მოგიყვანეთ, რომ ხო არსებობს რაღაცა ენერგია და იმ ენერგიის ფარგლებში შეგვიძლია რომ რაღაცა უკეთესი ვარიანტი მაინც ავირჩიოთ და არ ავირჩიოთ უარესი. ამიტომ ნუ დაეყრდნობით და ნუ ჩაიციკლებით ესე რომ ანუ ეს ჩემი ბედია და მე ვერაფერს ვერ შევცვლი. ბედის ყველაზე მეტად ჯერათ ინფანტილურ და ისეთ ადამიანებს, ვინც პასუხისმგებლობის აღებისთვის არ არის მზად. თავის ცხოვრებაზე იყოს პასუხისმგებლობა, თავის პირად ბედნიერებაზე და საერთოდ ყველაფერზე. ასე რომ შეეშვით ასეთ აზრებს.